იმერეთში ახალი მოცვი იკრიფება. რამდენად ბარაქიანია წლევანდელი მოსავალი კრეფის სეზონის დასასრულს გახდება ცნობილი. კენკრის მაღალი ხარისხი უკვე ყველასთვის თვალსაჩინოა. მიმყოფებით შპს აგროპლუსის ბაღში, ლურჯი მოცვის ბაღში, რომელიც გაშენდა 2011 წელს. ბაღი გაშენდა თავდაპირველად 10 ჰექტარზე, ახლა დღესდღეობით გვაქვს 25 ჰექტარი გაშენებული, გვაქვს სხვადასხვა ჯიშები. ვცდით ამ ჯიშებს, კრეფის პროცესში ვართ ახლა, კიდევ რაღაც ნაწილი აღებული გვაქვს მოსავლის, რაღაც ნაწილს კიდევ ველოდებით. უკვე 2 წელია დავიწყეთ ბარაქასთან, კომპანია ბარაქასთან თანამშრომლობა. დაგვაქვს პრეპარატები, უფრო მეტად პესტიციდები, ფუნგიციდებიც ხშირად. აგროპლუსის მოცვის ბაღი განშოთით არის დამუშავებული. ეს ხანგრძლივმოქმედი ჰერბიციდია, რომელიც სარეველას თესლის გაღვივებას აფერხებს. შედეგად ნიადაგიდან ბალახი ვეღარ აღმოცენდება. საკვებ ელემენტებს კი მთლიანად მცენარე ითვისებს. განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა განშოტი, რომელიც შიშველ მიწაზე გამოვიყენეთ. და უკვე 4 თვეა ბალახი სარეველა საერთოდ არ გამოჩენილა, 4 თვის შემდეგ ისევ ვაგრძელებთ და შეგვაქვს ყოველ 4 თვეში. ეხა ვაპირებთ, რომ კიდევ ერთხელ შევიტანოთ სარეველადან, რომ დავიცვათ ჩვენი ბაზოკლები. სამომავლოდ აუცილებლად გავაგრძელებთ ბარაქასთან თანამშრომლობით. პირველ რიგში, იმიტომ რომ ბაზარზე საუკეთესო ფასებს გვაწვდის და გვაძლევს. და შემდეგ ყველა პრეპარატი, რაც კი ბარაქადან წამოვიღეთ, ყველა ეფექტური იყო ჩვენთვის. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიების გარდა იმერეთში ბარაქასთან თანამშრომლობენ ისეთი ფერმერებიც, რომლებმაც მოცვი სულ რაღაც წელიწადნახევრის წინ გააშენეს. წელს კი პირველ მოსავალს იღებენ. კარტუბოს რაიონში, სოფელ მაღლაკში გვაქვს გაშენებული 8 ჰექტარზე 6 ჯიშის ლურჯი მოცვი, კერძოდ მის ჯეკი, ბლუ რიბონი, ლეგასი, ალიქს ბლუ, სტარი და ტიტანიუმები. 2023 წლის 10 ოქტომბერს მოხდა ამ ბაღის გაშენება, და არ გვასგულისხმობ. და მის შემდეგ რა თანამშრომლობთ კომპანია ბარაქასთან. რა თქმა უნდა, აგრონომთან შეთანხმებით ვაძლევთ პრეპარატებს, პესტიციდებს, ჰერბიციდებს, სასუქებს. გურამ დათიაშვილის ლურჯი მოცვის ბაღი არის მაგალითი, რომ სწორად მოვლის შემთხვევაში პირველი მოსავალის ბარაქიანი და ხარისხიანია. მოსავალი პირველი არის წელს ჩვენს ბაღში და იქიდან გამომდინარე, რომ 1 წლის მანძილზე რასაც ველოდებოდით, ანუ მისაღები არის და ყვაყოფილები ვართ ყველანაირად. გაყიდვას რაც შეეხება, პრობლემა არაა გაყიდვაზე, ხარისხით პირველ რიგში მაგას აქცევენ ყურადღებას და ჩვენთან არის იდეალური ხარისხი. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მომავალშიც ვაპირებთ კომპანია ბარაქასთან თანამშრომლობას და ყველანაირად ვცდილობთ, რომ გავფართოვდეთ კიდევ ანუ ასე რომ ვთქვათ. გავაფართოვოთ ჩვენი ბაღი და რა თქმა უნდა კომპანია ბარაქას იმედის გვაქვს. მოცვის ნარგავებზე ზრუნვის პროცესი შრომასა და მოთმინებასთან ერთად ზოგჯერ გამოცდილი სპეციალისტების დაუყოვნებლივ ჩარევასაც მოითხოვს. დღეს ჩვენ ვიმყოფებით წყალტუბოს რაიონის სოფელ ხომულში, ჩვენი მეგობარი ფერმერის გოდერძის ინაურიძის მოცვის ბაღში. ფერმერმა, როდესაც ჩვენ მოგმართა, მოცვის ბაღი იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში. შეენიშნებოდა მავნებელი, ასევე იყო სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების ნიშნები. ბარაქას აგრონომებთან ერთად დაიგეგმა კონკრეტულად ამ ბაღისათვის მოვლისა და გამოკვების სქემა. ამ ბაღში პირველად შემოვიტანეთ იყო ფესვის მავნებლებისათვის ბოიკოტი, რომელმაც იდეალურად იმუშავა. მცენარეს მისცა საშუალება, რომ აეთვისებინა ნიადაგში არსებული ელემენტები, ასევე გამოკვებისათვის შემოვიტანეთ ჟელე 1665-16 ფოთლიდან, ასევე გვაქვს ეკლომარინ გამოყენებული, რომელიც ნაყოფის დასამსხვრელებლად გამოვიყენეთ. შემდეგ შემოვიტანეთ სოლუპოტასი, რომელიც უკეთესი გემოვნური თვისებების ჩამოყალიბებაში უწყობს ხელს. ამ მოცვის ბაღში კრეფა დასრულებულია. ნარგავებს თვალნათლივ ეტყობა, როგორ იმუშავა ბარაქას აგრონომების მიერ სპეციალურად შემუშავებულმა გეგმამ. ენერგია არის 3 წლის და რაც მთელი 3 წლის განმავლობაში აქვს ნაყარი, ესე რომ ვთქვათ, ამ ბოლო თვენახევარში წამოიღო და გაიკეთა. ძალიან კარგად აქვს ნამუშევარი სასუქებსაც, ჩვენს პესტიციდებსაც. ამ ბაღში სარეველებთან და ბალახებთან საბრძოლველად გამოვიყენეთ გლინი, ტოტალური მოქმედების ჰერბიციდი. აი ახლა გაჩვენებთ იმ ადგილს, სადაც ჩვენ სპეციალურად არ დავასხით გლინი და თუ როგორი შედეგი არის განსხვავებებს ნახავთ. აი გადავიდეთ. აი აქ ჩვენ არ გამოგვიყენებია ჩვენი ჰერბიციდი და შესაბამისად ნახავთ თუ როგორი მომრავლებულია სარეველები, რომლებიც ბაღს აზიანებს და საკვებს ართმევს.
მოცვის კრეფის სეზონი იმერეთში მალე დასრულდება. ნაყოფი მომავალ წელსაც უხვი და ხარისხიანი რომ იყოს, აუცილებელია სწორი აგროტექნიკური ღონისძიებები ჩატარდეს.